მოგესალმებით, დაგიბრუნდით ახალი ვიდეოთი. ვაგრძელებთ Invincibles. დღეს უნდა ვნახოთ პირველი სეზონის მე-7 სერია. პირველი სეზონის ნახევარფინალი თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ, ახლა არ უნდა ვუწოდოთ, მაგრამ ზოგადად 8 სერია 8 სეზონში ცოტა ნაცნეთ ცოტა უცნაურად მეჩვენება ხოლმე ასე გამოყოფა. ნახევარფინალის ფინალის, მაგრამ ხო რაც არის ის არის. შემდეგი სერია სავარაუდოდ ეს და შემდეგი სავარაუდოდ როგორც წესი ძალიან მაგრები იქნება და ამ ვიდეოს ვიღებ ახლა ვიწყებ გადაღებას 2:10 წუთია. ღამის. შემასწორეთ თუ ვცდები, მაგრამ მე მგონი ასე გვიან ცხოვრებაში არ დამიწყია ვიდეოს გადაღება. მახსოვს რაღაც იყო გვიან, არ ვიცი უფრო გვიან იყო თუ არა. მაგრამ ხო, საკმაოდ გვიანია ახლაც. We need to talk, ქვია სერიას. Oh, yes we do. სავარაუდოდ არ ვიცი, დებიზე იქნება თუ მარკზე სათაური, იმიტომ რომ უნივერსს ბევრისთვის აქვს ასახსნელი ყველაფერი. ზოგადად სესილი თუ არა სესილზე არ იქნება ახლა, მაგრამ ზოგადად სესილისთვისაც, ზოგადად დებისთვისაც, მარკისთვისაც და რა ვიცი, სიმართლე გითხრათ, მთელი დედამიწის წინაშე არის ახლა, ანუ წესით ყველას უნდა უთხრას, თუ თვითონ არა, უნდა გაიყვეს, რომ ომნიმენმა დახოცა ყველა. და სავარაუდოდ სესილი თუ გაიგებს, თუ დაზუსტებით გაიგებს, ზუსტად ეს იქნება, ანუ ზუსტად მაგას იზავს პირველ რიგში. იაკეთებს ისე, რომ საჯაროდ გამოცხადდეს ეს ამბავი. აი, დებიზე არ ვიცი და გეხვეწებით, გაგვაგებინეთ რეალური მიზეზი, რის გამოც ომნიმენმა ეს გააკეთა. იმიტომ რომ ის ვიცით რომ გააკეთა, ის ვიცით რომ ზუსტად, ანუ ხო, რომ გააკეთა რა, მაგის გარდა არაფერი ვიცით. სერიოზულად. რატომ გააკეთა აზრზე არ ვართ და რა მიზანი აქვს ასეთი? რა ვიცი. მე ისევ იმ ვერსიას ვემხრობი, რომ მარველის ეგოს პონტია. წინაზე ახსენე რომ რაღაც სერიაში როგორ იქნება ეს, ანუ რა ვსვლის ხოლმე ამაში და როგორ მოხდება, რა მოხდება Invincible-ში, როცა ყველა გაიგებს. დრო აღარ დავკარგოთ ახლა, დავიწყოთ დაუმარცხებელი პირველი სეზონის მე-7 სერია We Need to Talk 3-2-1 დავიწყეთ. ხალხო დამეხმარეთ. ამის გადახვა ამჯერად შეიძლება. ზოგადად ყოველთვის შეიძლება, მაგრამ რავი. ეს უკვე ხარია. ბები გამოფხიზდა. გაესაუბრებით როგორც იქნა ერთმანეთს. რა გამოძრავებს სინამდვილეში ნოლან? რა მიზანი გაქვს? ჩემი კაი ეს იმენა, ახახას მოვწვი, ეს იმენა Breaking Bad-ი, Walt-ის და Skyler-ის პონტი. მომისმენე, ყველაფერს ახსნა შემიძლია. ხო. We need to talk, ამათაც ხوار შეხვავ. ივი ამასობაში გულაობს. ჩემი კაი, აუღეს მინდა ეგეთი ძალები რა, ძალიან უფია. ეგრე სწრაფად რომ შევეძლოს ყავის გაკეთება. ნუ კაი, ეგეთი ზარმაცი არ ვარ. უი. ეგრე, წეგან უნდა მეთქვა, რატომ არ შეგიძლია თქვა. მაგრამ შეგიძლია. და ლიმიტი თუ აქვს, ანუ ლიმიტი უნდა გქონდეს ყველა ვარიანტში, მაგრამ რა ლიმიტი აქვს, ანუ სანამდე შეუძლია ასე გააკეთოს. ჯერ ერთი მაგარი კადრია, მეორეც ერთი დღე მაინც გამატარებინეთ მანდ რა. ჩემი კაი. რატომ შეინახე? გამოვიყენე, რადგან Dark Blood-ი გამექრო.
მაგრამ შეიძლება ცოტათი მინდოდა კიდევაც რომ აღმოგეჩინა. 20 წლის ერთად ყოფნის მერე ვიმსახურებ რომ სიმართლე ვიცოდე. თვეების წინ მინდოდა შენთვის მეთქვა. მაგრამ არ მითხარი. ვინმე გაკონტროლებდა? არა. დაგაშანტაჟე? თვეები გავიდა ერთად შემო. დაგმოქნენ? არა, მაშინ მაგრამ წესით ხო უნდა უნდა გასულიყო. მენდო. თუ ამას შეძლებ, კარგად ვიქნებით. მარკიც, კარგად ვიქნებ. ყველაფერი კარგად იქნება. გენდო? როგორ აქ ყველაფრის ნუ ხო რთულია. იმიტომ რომ მიცნობ, მეგონა ბევრი რამე ვიცოდი შენს შესახებ. მცველები ჩვენი მეგობრები იყვნენ. კარგი ადამიანები იყვნენ. ბევრი გადაურჩენიათ. ოჯახები ყავდათ და არჩევანი არ მქონდა. არ მჯერა. მეუბნები რომ თვეების წინ გილდოდა ჩემი კაი დაიწყო ახსნა განმარტება და ვაფშე უარესად დავიბენი. შენ დაარღვია ჩემი ნდობა. თუ სხვა არაფერს მეტყვი, მაშინ შევს რომ სახლი დატოვო. დები, გაეთრიე ჩემი სახლიდან. ჩემი კაი ასე ვერ მომექცე. აცადე მაინც აქ. გაეთრიე ჩემი სახლიდან. ძმა თუ აპირებ ახსნას ახსენი. არ აპირებ. ნუ მადლობა. ვით ვისაუბრებ. უფრო დამარხენია. ვაუ. ჰეი, მარკ, დედა ვარ, მომისმინე. ახლა აქ არ ვარ. შეგიძლიათ მესიჯად დამიტოვოთ. ი. მარკ, დედა შენი ვარ, სახში მოდი გთხოვ. დები, მაბატია, მაგრამ უნდა წამოყვე. აი რა, მარკი. მადლობა, ვილიამ. ნახვამდის. ნახვამდის ამბერ. შეხვედრამდე, ამბერ. კარგი, რა ეს ისულელია? არა, სულელობა ის არის, რამდენი ხანი გითმენდი ამ ტყუილებს. მართალი ხარ. ნაბიჯვარივით ვიქცეოდი და მართალი ხარ. ბოდიში რომ ასე გვიან მივხვდი, მაგრამ ეს ყველაფერი დღეს წყდება. ამბერ, აბა. ამბერ. მე დაუმარცხებე. ამბობდა. ჩემი კაი რა სჭირთ ამ აღიარების სცენებს ამ სერიაში? ღმერთო ჩემო. ნუ გეშენია. ეს არის მიზეზი, თუ რატომ ვაგვიანებ ყოველთვის. ვაუ. იმიტომ რომ ვიღაცებს ვეხმარები და ცუდ ბიჭებს ვაჩერებ. ნუ ეს საკმაოდ სწრაფად მოხდა. ბევრჯერ მინდოდა მეთქვა. გესმის რას ვიძახი? ვიცი რომ სუპერგმირი ხარ. რა? არა, შენ იცოდი? იდიოტი არ ვარ, რამდენიმე კვირის წინ. და მაგიტომ მაშინ რა ჩემი გვაჩვენებს? კაი. იმიტომ ვჩხუბობთ რომ მომატყუე. დებილად და არამნიშვნელოვნად მაგზნობინე თავი. ეს ხომ საიდუმლოა. მენდობი. ახლა გენდობი. ღმერთო. საყვარელი ხარ რომ მგონია რომ ეს ყველაფერი საკმარისია. მაგრამ ამბერ, გაფრინდი, ფრინავო ვიჭუნავ. ვაუ. ანტივით ჩადი, დიდად არ მაინტერესებს. ნუ არა, ამ წუთას ნუ არა, ამბერი ამ წუთას მართალი არა. თუ მაგიტომ არის გაბრაზებული რომ მარკი არ ეუბნებოდა სუპერგმირობის არც შესახებ. კი მილოცავენ დაბრუნებას. ყოჩაღ რომ არ მოკვდი. მოგილოცავენ. კოსმიურმა კატამ ოპერაცია. და ესე შუქია ინთოს. ანეგრე, ვაუ. კაი, მამაცისა. ეთილი იყოს შენი დაბრუნება. ჰეი, მონსტრო გოგონავ, დაბრუნებას გილოცავ. და იგი გამარჯვებული დაბრუნდა. აბა, დრო იყო რომ უკვე მორჩენილიყავი ზარმაცობას და გემუშავა. უკვე ნელ-ნელა ვიღლებოდი ამათან დროის ტარებით. წვეულებას ვიწყებთ. ახლავე. 10 საათია. გამის? პლანეტის მცველები. მერენა. შეიძლება ალბათ რაღაც დილის. და ნებისმიერ მომენტში ვსვათ. შენი სრულათიც კი დავადე გვერდზე. აუ. საყვარლობაა, მაგრამ რძეს ვერ ვსვავ. მოიცადე. შენ საერთოდ არ მიცნობ? მე ის ლუდით შევავსე. არაფერს. გამოიცანი ამისთვის რამდენი დრო დასჭირდა და რამდენი და რა? რძე. მთლიანად გადავყვარე. შემდეგ. თუ გადაღვარე კიდე კაი. ენთუზიაზმით რატომ მაგრამ რა საჭირო იყო? რო არა ეფექტებინა. გაცემეს და საავადმყოფოში ერთი კვირა ვიყავი. შენ კიდე გცემეს და ძალები დაგიბრუნდა. ალბათ ვაგრძელებთ. 3 2 1. რა ვიყავი. შენ კიდე გცემეს და ძალები დაგიბრუნდა. ალბათ კარმა იყო რომ ამ როჟას ვურტყამდი. არაფერს. თქვენი ძალების სხვადასხვა გახარებული ვარ რომ გამოკეთე მოკლედ. მოსტრო გოგონავ. ძალიან გახარებული ვარ. შენს გარეშე ვერ გამოვკეთდებოდი. შენ გადამარჩინე. რა თქმა უნდა.
ვერ დავუშვებდი შენს სიკვდილს. სიკვდილს, 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 რაჯენდე. სიკვდილს, 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 რაჯენდე. სიკვდილს. ეს უბრალოდ პატარა პრობლემაა, რომელსაც მალე სრულიად გამოვასწორებ. ჭანდაბა. გული გავიხეცხა პატარა პრობლემაში. ყველაზე საშიში იყო იმის შემდეგ. გახსოვს რომ შევესწარი შენს თავზე რომ ოპერაციას ატარებდი. ღმერთს გებიცებით, თავი მაგიდაზე ედო და ის იდგა, აკეთებდა. რაღაც დრაივერებს სვლდა, აზრზე არ ვარ. ღმერთო ჩემო, კიდევ ერთი დამისხეთ. რობოტო, რაღაც არ მოწონს შენი ეს მდგომარეობა. შენ, ეს მანქანები. სცნები. გითხარი, გადმოდი მან. რა? ოპა. უკან დაიხიეთ. გთხოვთ, ბატონებო. მზადა. ნუ. ბატონებო. ეს რა ჯანდაბაა? კარგით რა, მჯერა რომ ამ კითხვას შეგიძლიათ თქვენ თვითონ გასცეთ პასუხი. ეს ნამდვილი რობოტია. ყოჩაღ, შეიძლება შენ იყო ორიგინალი. ჩვენ შენ ახალი სხეული გამოგიზარდეთ. და ვინაიდან უკვე გავიცანეთ ერთმანეთი, მაჩვენეთ რა გააკეთეთ. ვერთო. უნაკლოა. ჩვენ პროფესიონალები ვართ. გარდადროულად გამოსათავისუფლებელი მიკოტოქსინის ტომბრები, ჩანერგილი კორტიკალური ჟერნადები და 7, მაპატიეთ 8, სინაფსური გადამცემი. ცოტა მოძველებულია, მაგრამ მირჩევნია ჩემს სხეულს მარტო მე ვაკონტროლებდე. გთხოვთ, იმედგაცრუებული ვიქნები თუ არ ცდით, მოაშორეთ ეს ყველაფერი და დაამატეთ ეს პატარა ნაწილი. ჯერ გასამჯელო განვიხილოთ და შემდეგ ვიმუშაოთ. გლობალური დაცვის სააგენტო საკონტროლო საყელური, ყველას გაკონტროლება შეუძლია. კლასიფიცირებული ტექნოლოგია არის და ცოტა ოდენი ნდობა არის საჭირო. ნდობა საქციელს მოაქვს. ეს არისო, ნახდი. აი ახლა დაუცველი ვარ. მარტო, კი დაუცველი. მეეჭვება. ისქენი რაც მას სურს. ახლა დაუცველი ვარ. ეს ტვინის ზედა ნაწილში ვცნობიერულ ლინკს როცა ვხედავ. გუშინ საშინელება იყო. ვგულისხმობ რომ რიკი როდესმე კარგად იქნება, ღმერთო, იმ სინკლერმა რასაც ხალხს უშვებოდა. სისოლის გონდმა იცის რასაც აკეთებენ. ისინი დაეხმარებიან რიკს. უნდა გითხრა. შენ რომ ძიებაში დამხმარებოდი, ეს არ მოხდებოდა. ბაზარია რა. ვიცი, მაპატია. ბანძი ვარ. ძლივს რაც მომეწონა და ეგრევე ბუმ, ნახევრად რობოტია. ანუ იმიტომ ვერ გნახულობდი ბოლო 6 თვე. იმიტომ რომ სუპერ გმერი ხარ, უკვე აღარ. რა? რატომ? იმიტომ რომ ცუდი მეგობარი ვარ და უარესი შეყვარებული. იმიტომ რომ სკოლას ვერ დავამთავრებ. შეიძლება ცოტა შეყვარებული. მქონდა რაც კი ოდესმე მისურვია და ყველაფერი მეგობარი არ ხარ ახლა. მამა ჩემისთვის უნდა მოვიცნო. ერთი საქციელი. ომნიკაცე. არ ვიცი. აჰა, კი. რა თქმა უნდა. ერთხელ მოიქეცი ომნიკაცია. არა ეს რატომ ვერ შევამჩნიე? და რომ შეგერჩნია. კარგი გაჩერდი. ვითინი შეწყვეტე. დიდი ბავშვი ხარ. რა? შენ ფრენა შეგიძლია. არაფერი გემართება და მამა შენი სოფლიოში ყველაზე ძლიერი სუპერგმერია. დედა შენს კი უყვარ ხარ და ზრუნავს შენზე. უბრალოდ უნდა იმეცადინო და ნიშნები აწიო. მაგრამ ცუდი შეყვარებული იყავი და ის მიიღერას და იმსახურე. მაპატია, არ მაპატიო. არა პატიო, ცოჩი. თუ მე ვეგუები ყველაზე სიმპათიური ბიჭის დაკარგვას, რომელიც მყოლია, შენ შეეგუები. რა, მეგობრები ერთმანეთს სიმართლეს ეუბნებიან. არა, ასე არ ეუბნებიან. ძმაო, დაგშორდნენ. თან რამოდენიმე კვირის წინ და ახლა ხვდები ამას? დიდი ცუდი ბიჭი ხარ, სამურაის ფილმში როა. შუაზე რომ გაჭრიან და ასე რომ იტყვის. ღმერთო ჩემო, ჩემი ერთი ნაწილი ქვემოთ მიცურავს. შევიკაი ვილია. აი, კიდე გაიზირს არ დავი. ვარ ხარ ძმაო, მაგრამ სხვას უნდა ვისაუბრო. ნახა.
აუჩი. დები, კარგია, უნდა ვისაუბროთ. ნოლანმა მოკლან პლანეტის მცველები. ვიცი, აუ. როგორ არ მითხარი? ვერ გავრისკავდით, რომ ნოლანსაც ცოდნა და რომ ვიცოდით. შეუძლებელი იყო სანამ გზას გამონახავდით, რომ შეგვიჩერებინა და არც ერთი გამოგვივიდა. რას გულისხმობ შეგეჩერებინათ? მოკვლას გულისხმობ? კი? ამას ხოს რას კი ვარ დარწმუნებული, რომ მისი მოკლა შესაძლებელია. ჩვენ არა. ნუ კი, მხოლოდ უთხოვნების ერთად შეუძლია შესახებ ომნიკას სამბრძოლო და დამარცხება დები. არა, არასოდეს. ამას ვერ იზავ. სად არის მარკიდები? სად არის? სად დაუმარცხებელი. არის დამარცხებელი? გეუბნებით რა უეჭველი სერიალის ბლუს და მე მოვკალი პლანეტის მცველები. ვარჯიშობს? უბრალოდ გთხოვ, ორი წუთით მომისმინო. მომისმინე, გთხოვ. მე არ ვარ მონსტრი, არ მინდოდა ამის გაკეთება, მაგრამ საჭირო იყო. ეს ჩემი პასუხისმგებლობაა. სხვა ვერ გამიგებს, მაგრამ ვიცი, რომ შენ ამას შეძლებ. გეტყვი ყველაფერს, მაგრამ ყველაფერი შეიცვლება. უბრალოდ გახსოვდეს, რომ შენ ჩემი შვილი ხარ და შენ და დედა შენ გაიქნება ყველაზე ახლა მეტად თუ მიყვარხართ. იტყვი ყველაფერს. მიდი თქვი, მე გისმენ. საშინელება ისე არ გამიკეთებია, რომ ოდესმე დაცლილიყო. რა შეიცვალა? ვიღაც გავიცანი. გაიწიეთ, გთხოვთ. ჩემთვის ჰაერი მომწამლელია. ჩემს ფილტვებს მიწვავს. აჰა. ნუ არ ვიცი. ნუ იყურები ეგრე. ხურდის აგდებაში ხომ წააგე? ეს მტკივნეული იქნება. მთელი ჩემი ცხოვრება ტკივილი იყო. საინტერესოა. კარგი, შევწდი. ხომ ხვდები, რომ ამ პროცესით შენი ტვინი ამ სხეულში არ გადადის. უბრალოდ გონების ასლს ქმნის. შენთვის არაფერი შეიცვლება, ხოლო მისთვის ყველაფერი. მე მივხვდი. ჩემი გაიდა ამდენს ვისკობს საღოლ რობოტო ბავშვი შევსდი შენში. 3 2 რაც ხდება? რა თქმა უნდა, განსხვავებული ტვინი აუ, აქვს. ამაზე ვერ სერიოზულად. იფიქრე. შეხედე მას. მოკეთე, მისი სამოცრაო ქერქი ბარდის ზომაა. იგივენაირად დიდია მისი კების და გამორთეთ. პარიეტალური წილები. ეს ყველაფერი ცოცხლად შეჭამა მისმა დიდმა ზომის ტვინმა. გამორთეთ. ეს სისტემა არ არის ამ ტვინისთვის განკუთვნილი. შენ რა ჩვენ სულელებს ვიწოდებ? კი, სულელებს ვიწოდებ. ახლა კი ძნელი იქნება. მოდი დავხუროთ. იქნებ შეძლონ. იქნებ შეძლონ. ბოლომდე იჯება. ორივე სწრაფად ძნობს. ჩემი კაი რამაგარი იქნება ვაფშე როგორ გადაიტანოს იმ დღეში. ასე კონტროლს დავკარგავთ. კითხვას რომ შეუძლებელია, მაგრამ იქნება რა შესაძლებლობა შესაძლებელია. 30 მიდი არა 29 100 100
რომელი ვარ მე? ვაუ. ხედავ, მარტო ჩვენ კი არ ვართ. შენ მოიგი ხურდის საგდებაში ჩემპიონო. შენ ხარ ახალი. მე არ ველოდი ამას. ამ გრძნობას, ასე გაგრძელებას. თვალები დავხუჭე და ახალი გავიღვიძე. არ ვიცი რომელი რეალური. ახალი. ასე უნდა გაგვიკეთებინა. არ უნდა იცოდე თუ რომელია კლონი. თორემ ეს ყოველთვის ცუდად მთავრდება. შენ შემთხვევაში გასაგებია, მაგრამ ამ პრობლემას თავისი თავი მოაგვარებს. იმიტომ არ ეუბნებოდნენ ერთმანეთს რომელია კლონი და რომელი ნამდვილი. ჯანდაბა დაიწყო. მაპატიე რომ ეს შენ არ ხარ. არა. შენ გახარებული იყავი. შეცვალე. სამყარო. განიცადე ის ყველაფერი, რაც ჩვენ ვერ შევძელით. ჩემი კაი რობოტო. რას უცდი? გეგმა ყოველთვის ეს იყო. შემიძლია უკან ჩაქსვა. ორივე გადავრჩებით. სამყაროს ერთად შევცვლით. არა, არ გამოვა. არა, ესაა რაც მე მინდა. გთხოვ. ეს მისთვის გავაკეთე. ვიცით, ჩვენ ეს სულ გვიწევს. ახლა კი ნუ თქვენ ერთმანეთს ხოსავთ. ხო. რაც გაჩვენეთ, მეტს ვეღარ ნახავთ. ნახე თურმე ხოვრობად შეუძლია უკვე. ახლა კი ვინაიდან გავსორდით, დროა ციხეში დაბრუნდეთ. ჩემი კაი. ის სერიოზულად ამბობს ამას. ხო, მაგრამ ის თინეიჯერი ბავშვია. არა, 30 წლის გენიისკაცი. თინეიჯერი ბავშვი. თინეიჯერის ტანში და ნერვიული ლინკით, რომელიც თქვენ თვითონ დამიმაგრეთ. რამდენი მეგობი. ეს იყო შენი გეგმა. არა მგონია. ჩემი გეგმა იყო რომ თქვენთვის ზიანი არ მომეტანა. მაგრამ ეს გვერდას ტრანსფორმერია. ჩემი კაი რობოტო. მარგა. დები. რა გააკეთე? სისოლ. რეკლამა. Nossa, que tristeza. Veda. Ma cosa vuoi? გამოჩინეს. არა, ეს ტიპია. ნოლან, მოიცადე. უბრალოდ მოიცადე. თქვენ ჩემზე ჯაშუშობდით, ჩემს ოჯახზე, შენი ოჯახის უსაფრთხოებისთვის. ყოველთვის უბედრუკი იყავი, დონალდ. არა, დონალდი არა. სისოლის პატარა ლეკვი. გაიქეცეთ ახლავე. რაღაცა მაინც უქნა. მაგრამ რა
ტელეპორტი ჩაარტყა ფაქტობრივად. ო, ჯანდაბა. პატივი იყო, სერ. ვისი საუბრები? კაიტოდავთ. პატივი ჩემთვის იყო. ო არა. ო ღმერთო. ნოლანი. შემონსტრო. არ მომკვდარა. მეზობლები ხო, რას რომას ფიქრობ? უკვე მოვაშორეთ. დიდი 1-2 საათით გავაჩეროთ. შეიძლება არაფერი მოუვიდეს. შემიკაი რა. უკვე ორი კაცი მოვიდა ამ მარკს სერიაში. მოძებნის. აღარ თან წიგნი ორი ვინ არის ნოლანი. ძალიან კარგი არ ვიცი, პერსონაჟი. რას იზავს. არც მე ვიცი. ასე რომ მარკი პირველები ჩვენ უნდა ვიპოვოთ. ახლა ივი. ჰეი, ევა. ესე იგი დღეს შენ უნდა დაგეხმარო. კი. მთელი ეს შხობი და კონფლიქტი არის თეატრი. მაინც წამოვყვებით ციხეში. ვერ მოგვტეხავ, შენ მანქანის გაზრდილო ნეხვის გროვავ. მეგობრებო, ასეთი სიტყვები საჭიროა? არადარა ორივე კლონები ხართ. ო, ეგრეა, მაგრამ ჩვენ ზუსტადაც ვიცით. თუ რას ფიქრობს ჩვენი მეორე ნახევარი? ჯანდაბა. რაც ამის კეთების წინება დაგავიწყდა. ძალიან ჭკვიანურია, მაგრამ არ გყოფნით აღჭურვილობა, რომ ეს ისევ გააკეთოთ. ყველა მცველი მობილიზდეს. აპოკალიფსის საფრთხე შეინიშნება. ის მართალია. რა გავაკეთოთ? მინდა ისულელური სახის შევულეწო, რომელიც ახლახანს გავაკეთეთ. რომელიც ახლახანს გავაკეთეთ სვეტში. 3-ზე. 1, 2, 3. ესეც ვილიამი. ვაახ! ეს რო ჯანდაბა. არა. ომნი, უბრალოდ მისტერ გრეისონო. კი. დეცა, თქვენ კარგად ხართ? იცით, ისი გამოიყურებით. თითქოს დაცეცხლი გიკიდიათ. სად არის მარკ ვილიამი? 1 საათის წინ უნდა მოგიყვანა. აუჩი. ამბერი დაშორდა. ჩემი რჩევა არ მოეწონა ასე, რომ ევასთან წავიდა. დაურეკე მას. მისი ტელეფონი გაფუჭდა. კოლეჯზე თავდასხმა იყო და ჩვენ მოგიჭდება. სად არის ევა? მარკმა თქვა, რომ სახლის სადღაც ხეზე აქვს. მაგარი. მოშორებით. სულ ეს იყო. ეს რა სისხლია? ნახონდის? კარგად ბრძანდებით. გაჩვენდით და დამელოდით, სანამ დაგირეკავთ. იმედი იქონიეთ, რომ არ დაგირეკოთ. დაგელოდოთ? არა, შენი ბავშვები არ ვართ, რომ ერთ ადგილზე ვიჯდეთ და გელოდოთ, სანამ შენ სიგარეტს იყიდი. გითხარით იჯექით მეთქი. კარგი რა, კარგი რა. ამ ერთხელ გეთანხმები. უნდა ვიცოდეთ რა ხდება. რობოტო, არ შეგიძლია დაჰაკო და გაიგო რა ხდება. რობოტო. მშვენიერია, ყველაფერი მშვენივრადაა. შეხედეთ, აბავის გაუჩნდა კიდევ პრობლემები. იცი რა, ძალიან ბედნიერი ვიქნები, ძილში რომ არ დაგვახრჩოს. გამარჯობა. გადაიშლება? გამარჯობა. არის ვინმე სახლში? იცი რა სჭირდება? ის რომ ტრიალებს ბურთები. გვეცოდინებოდა მაინც ცოცხალია თუ არა. იმასაც ცოცხალი ვარ. ვიდრე ეს რა ჯანდაბა. შენ ვიღახარ. თქვენ ყველა მიცნობთ როგორც რობოტს, მაგრამ ჩემი ნამდვილი სახელია რუდოლფ კანორსი, მაგრამ უმჯობესია თუ რუდის დამეძახებთ. ეს რობოტი უბრალოდ დრონი იყო, რომელსაც შორიდან ვაკონტროლებდი. საიდან ვიცით, რომ ნამდვილი რობოტი ხარ? მკითხეთ ის, რაც მარტო მე მეცოდინება. და რატომ გავხარ მე?
რანაირად ო, მგავდა? ეგ ცოტა ეს დიდი ისტორია, რომელიც მოიცდის, სანამ ამ კრიზისს არ გადავჭრით. არა. დაიკიდე კრიზისი. ახლა ვიახსენი. დროზე. ვიპოვე დაუმარცხებელი და ატომიევა. დაახლოებით 300 მილით არიან დაშრებულნი. ბატონო, კომუნიკაცი უახლოვდება მათ 6 წუთი შეხვედრამდე. ჯანდება. არ შეგიძლია ტელეპორტერი გამოიყენო, მარტინდაევა რომ აქ მოიყვანო? ესეთი უნდა გეკეთოს. სამს ერთდროულად ერთი ომთიც არა. ჯერ ცოტა უნდა შევანელოთ. ჩამოაგდეთ. საშინელებაა, წუხვა რომ დაგშორდა. ვიფიქრე თუ სიმართლეს ვეტყოდი, ყველაფერი კარგად იქნებოდა. სულელი ვარ. უფრო მიამიტი. ო, ჰეი, შენ თვითონ მირჩიე ამბერისთვის ამის თქმა. კი, მაგრამ მეგონა არ გააწვალებდი ამის გამო. ბოლო 5 თვე. მეგონა ამას შენ თვითონ ვერ მიხვდებოდი. ღმერთო, ვერაფერი ვერ მივხვდი. ისიც არ ვიცი ვინ ვარ, ან ვინ უნდა ვიყო. ხო, მეც დრო დამჭირდა. თავიდან გუნდში ვიყავი 3 წელი. რექსთან უფრო მეტიც. და ახლა ასე ხარ. ისევ იგივევა ვარ. ამ 3 დღეში უფრო მეტი ადამიანი გადავარჩინა, ვიდრე ბოლო 3 წლის განმავლობაში. ბოდიში, ასე არ მიგულისხმია. მენდე ესე ცხოვრება უფრო კაია, ვიდრე მშობლებთან ცხოვრება. კი, შენი ამბავი რომ ვიცი. ისე დედა ჩემს უნდა დავურეკო. ო, ამასობაში მგონი. ვერ გაბედავ. ო, დიახ, გაბედავს ჩემი კაირა. რა ჩემთა ეს რა არის? ოჰო, მოხვდა. ის ძირსაა. მაგრად გავაფრენ ახლა რომ არაფერი დაემართოს. ცხოველები კი გადახუცეს ჩემი კაირა. სათანადო კიდევ ეს როლი. გამომაშტებეთ. სერიოზულად. სისხლი წამოვიდა, მაგრამ მარტო ცხვირდა სისხლი. 400 მილიონი დოლარი ყველაზე ძლიერი სისხლდენაზე დავხარჯე. სვეტში. ომნიკაცი თავის კურსს დაადგა, ელვასკენ და დაუმარცხებლისკენ. ამუშავეთ ტელეპორტერი. შენ თქვი რომ ვერ გამოიყენებდი. ეს მათთვის არაა. ოუ, შენ წახვალ? შემდეგ სისოლის შეტყობინება მივიღე და რაც შეიძლება სწრაფად მოვედი. კითხვები არის? ხო, მე. პირველი, რატომ მე? მგულისხმობ რომ ხომ შეგეძლო ყველა აგერჩია, მაგრამ რატომ მე? რატომ კონკრეტულად მე? და მეორე, რატომ ვარ მე ბავშვის ფორმაში? ეს ხომ უცნაურია. ზუსტად, ძალიან უცნაურია. არც კი გიკითხავს. რა, შენი აზრით ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა? ძალიან ბევრი პრობლემაა. მან ეს ჩემთვის გააკეთა. რა? რაზე ლაპარაკობ? ორივე ჩვენი სხეულების ტყვეები ვიყავით. მონსტრი გოგო ნელ-ნელა ახალგაზრდავდება. მე კი ჩემს მექანიკურ კუბოში ვიყავი გაჭედილი. მე გამოვიპარე ჩემი ციხიდან. ახლა დროა შენც დაგეხმარო. არა, ნუ აძალებთ სიმპათიას. მას მაინც არ უთქვამს, ჩემი ბავშვობის სახე რატომ მოიპარა? იცი რა, ბავშვობას მინგრევ. ისედაც რთულია, იმიტომ რომ ისედაც ყარდა. მე შენი დნმ საინტერესოა შენი ბავშვი რა როგორი იყო. რომ მონსტრი გოგო შენით დაინტერესებული იყო. რა? მოიცადე, რა? ღმერთო ჩემო, არ ვიცი ამაზე რა უნდა ვიფიქრო. იცი რა, შემეშვი, რობოტო. შეგიძლია რომ უბრალოდ შემეშვა. ესე იგი მოგვატყუებინ იყავი. მაულარებით ციხიდან გაუშვი. რექსის დნმ მოიპარა. შეეყარი კრიმინალებს რომ ახალი ტანი გაგეზარდა. და გინდა რომ ამაზე თვალი ციხეში გაუშვა. ო, უბრალოდ არ ვიცი ის გაუშვა თუ ვერ მაგრამ სავარაუდოდ რომ კი. ჭირდება რომ ვიფიქრო და ალბათ ყველას ჭირდება. ასე გგონია? ჰეი. მგონი ვიცი სისვალი რას მოფრთხილებდა. დაინახეთ? კი. ოჰო. ტელეპორტი ამათვის იყო?
რა ჯანდაბა ხდება დღეს? ეს რა არის? ახლა ვეგეტყვი. ეს ჩვენი პრობლემა არაა. სისოლს უნდა ვკითხოთ. დაივიწყე, დავიხალე ამით და შენც დაიღო. მამა შენია. აქ ამისთვის არ მოსულ ვარ. მოხვედი რომ რექსისგან და სუპერგმირებისგან თავის შორს გეგრძნო. რექსი არაფერ შუაშია. აქ მოვედი რომ ახლიდან დამეწყო ყველაფერი. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ შვიდად უნდა ვიყო როცა მსოფლიოს ვჭირდები. ჩემს გარეშეც მსოფლიო კარგად იყო. კარგად იქნება ჩემს გარეშეც. უკეთესიც იქნება. მესმის რომ ცუდად გრძნობ თავს, რადგან ამბერი დაგშორდა. მაგრამ ერწმუნე არაფერია იმაზე ცუდი როცა ზიხარ და იცი რომ ეგრე ამბობდი ვილიამთან როცა არ წახვედი და არ გაყევი. მე ეჭვება. კარგი, მაგრამ მე მივდივარ. და რა დაემართა რიქს და იხსენე და დანარჩენ ბიჭებს. ვინ არის ეს? არა თვითონ სესილი. ფიქრობდი რომ ეს მეტკინებოდა? არა. ყურადღების მიქცევა მინდოდა. ღმერთო ნოლანო, პირდაპირ ყელში მოდიოდი. იმ ყველაფრის მერე რაც გამოვიარეთ, დაიკარგეს ისოლო. შეიტანე. ხო ამიცი ამას ვერ ვიზამ ნოლანა. სიკვდილს იმაზე მეტრჯერ შევხვედრივარ ვიდრე თულა შემიძლია, მაგრამ მოგატყუებ რომ გითხრა კვერცხები არ მქონდა მეთქი. უბრალოდ მინდა ვიცოდე თუ რატომ თითოეულს თავისი ცხოვრება გაუწირავს შენს დასახმარებლად. მათი დახმარება არასდროს მჭირდებოდა. ისინი სუსტები იყვნენ. ისინი შენი მეგობრები იყვნენ, ისევე როგორც მე. და სწორედ ამიტომ ვიცი რომ გასართობად არ მოგიკლავს. მიზეზი გქონდა. არ გინდა რომ მომიყვე. შენი კაინა. კარგი, არ მეუბნები, მაგრამ დები. მან არ უნდა იცოდეს სიმართლე. ნუ იძახე მის სახელს. რატომ არა? შენადგინე მას გული, მე კი არა. ეს გვაკავშირებს მე და მას. მე კარგი მატყუარა ვარ. მე ძალიან კარგი მატყუარა ვარ, მაგრამ შენ უკეთესად გეხერხება. ისიც კი მოატყუე. 20 წელი ჩვენს გვატყუებდი, მაგრამ მოიცადე. მარკმა იცის რომ მამამისი მკვლელია. არა. იცის? არა. რასიზმ როცა გაიგებს, ეს უაზრობა ვერ შემაჩერება. კი, მართალი ხარ, არ შემიძლია. მაგრამ შემიძლია ეს გავაკეთო, რასაც მანამდე ვაკეთებდი, როცა გავიგე რომ მატყუარა ნაბიჯვარი ხარ. დროს გავწელავ. სანამ რა? სანამ ახლა მცველები მინდა. რა არის ეს? არ გადავრიოთ ეს ტიპები. იმათგანა ნოლანს უჭირს. რატომაც სესილი მიხვდა რომ რთული დასამარცხებლები იყვნენ და მაგათგან მაგითი მსგავსი რობოტები შექმნა. ესენი რა არიან? მკვდარი ჯარისკაცები, თავიანთ ქვეყანას ბოლოჯერ ეხმარებიან. იმ მონსტრს უმადლოდ იქით. მოკეთე, ჭუჭყიანად ვგრძნობ თავს, როცა გილაპარაკები. კარგი. მკვდარი ჯარისკაცები თან ვერც დახოცა, იმიტომ რომ რობოტების ჭკვიანურია, სესილი. ჭკვიანურია. კარგი ამას უზამს. დახოცვა არა. აქ მოიყვანე. ახლავე დაუმარცხებელთან და ევასთან გამიშვით. ამას გაიკეთებენ და სახლში წამოვიყვან. ბატონო, ისინი მოძრაობენ. 4 წუთში შეხვდებიან. ჯანდაბა. ჯანდაბა. იყვანეთ ეს აქედან. ჰაილ მარიამ იყვანეთ და ეს მიეცით. სერიოზულად? აი ეს.
რა ნაბიჯვარია. გინდა შურისიება, მოეშვი წუწუნს და დაასრულე მუშაობა, თითქმის მორჩი. რა არის ეს? ზუსტად ისე ავაწყვე, როგორც გვაჩვენა. კარგია. საიდან ვიცით რომ გაცოცხლდება? სისოლმაც კი ვერ გააცოცხლა. სისოლი იდიოტია. უკვდავით ყვილა დარქვია. მოიტანა ყასაბამი. გადავიეთ ახლა. გადავიეთ ახლა. ეს ვიღა. ის სტალმარი რო ნახეს თავიდან. მაშინ მესამე სერიაში მგონი. ალბათ ძალიან გსურს. ეს უკვე დავამარცხე. გავსი უბრალოდ. ხო. გავსი. ეს უკვე დავამარცხეთ. კი, მაგრამ ისეთ კიბილის რეპეტიტორები ამოვიღეთ. გავაძლიერეთ ყველაფრით რაც გვაქვს. და ძალიან გაბრაზებულია. ამ ყველაფერში კი შენ გადანაშაულებს. წარმატებები. ბანდი. ორი ახალი ამბების ვერტფრენი გვიახლოვდება. ახალი ამბების წადით. ომნიკაცი როგორც ჩანს იგივე ქმნილებას ებრძვის, რასაც ნახევარი წლის წინ იაპონიის ზღვაში შეერკინა. უნდა დავეხმაროთ. იჯექით სანამ მე არ გეტყვით რომ ადგეთ. თუ ყველაფერი ცუდად წავა, ერთადერთი იმედი რჩებით ომნიკაცის წინააღმდეგ. მოიცა, მაგრამ ბოლო იმედი ვართ ომნიკაცის წინააღმდეგ? ეგ თქვა. ჯანდაბა. დარწმუნებული ვარ ვიცი რა მოუვიდა წინა ომნიკაცის წინააღმდეგ იმის. თულად კიდე ეს ლოკა. ეს საერთოდ ყველაფერს უნდათ, ანუ არის კალმარის, რობოტები, კიბორგების, ლაქიალაკა, რობოტის დამავნერების ამბავი. 5 წუთით გავწელავთ. დაუმარცხებლის ადგილმდებარეობაზე გადამეშვით. ვერა უფროსო. ჰაიმლარი იმხელა იყო რომ მთელი ტელეპორტის ზალა მასე დაიხარჯა. ჯანდაბა ამუშავეთ რომ ყველანი დავიღუპებით. ვის მოაკითხავს შემდეგ თქვენი აზრით? მარკი ისევ ევასთან არის. დაურეკე. მარკს დიდი ხანი დაგჭირდა. ევას დაურეკავს. არაფერი დაგემართოს. ხო და დარჩენილიყავი. ღმერთო მარკ, მამა ჩემი ვით საუბრობ. არა, მარკი გადაარჩენს ახლა. ეს არ იყო საჭირო. ევა, მარკის დედა ვარ, უნდა ვესაუბრო. ახლა ხარ წავიდა, რა ხდება? მამა, კარგად ხარ? მარკ, დაუმარცხებელი იგულისხმე? დრო ერთად ვიბრძოლოთ. შენი კაი. ახლა მარკი დაიხმარება და არც კი იცის რას გააკეთებს. მაგრამ უნდა დავეხმარო მათ. არა, ეს არ გააკეთო. მცველების შტაბში წადი. რა? სისოლ. მომისმინე და გააკეთე ის, რასაც გეუბნები. საჭიროა. აგულად საჭიროა. გაუშვის რაღაცა სისოლ, გაუშვი. მარკიც იქაა. ვერ ვიზამდები. რატომ? იმიტომ რომ არ შემიძლია, ნოლანმა მოკლა მცველები. მან მოკლა დონალდი. არაფერი გამოგვივიდა, რაც წინ დავუყენეთ და ახლა მარკიც არ ვიცით ვისკენ არის. არ შემიძლია. მარკმა არ იცის რა მოხდა თორემ. რა თქმა უნდა არ იქნებოდა ამიტომ ეზიზღებოდი სულ. დები. ამიტომაც მეზიზღება ჩემი თავი. და ცალკე ამ ტიპს აცოცხლებენ კიდე. რა ხდება ამ სერიაში ჩეკა? ახლა მაგარს ველოდებოდი, მაგრამ ასეც. მაგრამ არ არის. როგორი დაკვირვებული ხარ? რასაკეთებ? ფრანკენშტეინსაც დარტყმა შედებოდა რომ გაცოცხლებულიყო. პირველი, ეგ ის არ არის. მეორე, მას ელვა სჭირდებოდა და არა ის, რასაც შენ შვები. და მესამე, ეგ მხოლოდ ფილმში ხდება. იცი? კარგი გრძნობაა. გაიღვიძე შემოკლო იდეა. ეს ყველაფერი
მოგონებებია. სერიოზულად ჩართება დარტყმა საბამი. უკვდავო. შენ ახლა ჩვენთვის რობოტს და ომნიკაცს გაანადგურებ. შევიკაი გეგმები რა თქმა უნდა მაგარი აქვს თამათ. სად არის ომნიკაცი? სად არის ის? რობოტმა ცუდი მოგვცა. ვიცი. No kidding, წელში. რეკლამა. ვახშენი. ხო, მაგრამ ახლა უფრო ძლიერია. სისოლმა გამოაგზავნა. სისოლმა? ეს რატომ გააკეთა? ძალიან ბევრი რამე არ იცი მარგა. კი, რა? უნდა გაიგოს. კარგი. იქნებ მომიყვე იმის მერე რაც ამას მოვუვლით. მარგა. ბატონო, რა? ახალი რამ უახლოვდება ომნიკაცს და ეი, დაუმარცხებელს. ბრავი. სამჯერ ხმის სიჩქარით. ევას ხომ უთხარი არ მისული? არა. ომნიკაცო. შენა ბიჭვარო. შევიკაი. წინაზე ვერაფერი იქნა და არ მგონი ახლა მოერიოს. წინაზე 7-1-ზე იქნება ყველა დახოცა. მიჭერს იმის დაჯერება, რასაც ვხედავ ხალხო. უკვდავი ებრძოლება ომნიკაცს. როგორც იცით, უკვდავი მოკლეს 8 თვის წინ. მაგრამ მკვლელი დღემდე უცნობია. ის ვერავინ დაადგინა. მკვლელო, ჩვენ გენდობოდით. შენ ჩვენ გვიღალატე. კაი. მკვდარი დარჩენილი რა ყავიში. თქმა უნდა. მამა. ეს სერია მაგარია. აუ, კომპიუტერი. რატო ჩდება ხელი ასე სწრაფად? ალბათ განათება რო გაქვს, შეშფერილი უნდა. მოგიკლავ. დიდი ხნით არ ცოცხლე. მაგრამ ახლა ყველა ვნახა ნივენის ნამდვილი სახე ვილიამმაც, ემბერმაც, ცველებმაც. რა დროს ამათი რომანტიკა. ბუშა. მამა. არც კი ვიცი რა ვთქვა. შევიკა. მარგა. მე მგონი არც მოსულს. უნდა ვისაუბროთ. We need to talk წვეთში. ამით დავთვალებ ეს სერიას. გახმოვნებულია მაიკა დრიკომისთვის. კიდე არის რამე? არა. ერთი მაინტერესებს, ბოდიშით. ორწამით. ან вообще მოვალ.
მოვედი ცოტა დიდი ხანი დამჭირდა შესვენება რამდენიმე დღის მერე ვაგრძელებთ ზოგადად ახლა მახსოვს რაც მოხდა სერიაში მაგას რა დამავიწყებს ესე იგი ეს იყო დაუმარცხებელი პირველი სეზონის მეშვიდე სერია უკვე დამოვაგდებ შემდეგ იმიტომ რომ ამის მერე პირდაპირ შემდეგი უნდა დავარეაქტო We need to talk The series ერქვა We need to talk მარტო იმიტომ რომ ნოლანი მისულიყო სერიის ბოლოს მარკთან და ეთქვა We need to talk ჩემი როგორი იმედი მქონდა რომ გავიგებდით ამ სერიაში სიმართლეს მაგრამ შემდეგი სერია ძალიან მაგარი იქნება საუკეთესო სერია იყო ეს უკვე მაგრამ შემდეგი უმაგრესი იქნება ვატყობ ჩემი კაი როგორ ყველაფერი ნელ-ნელა ყველაფერი ერთ ადგილას იყრის თავს ანუ ყველა უბრალოდ ერთ ადგილას იყრის თავს ცალკე ანუ ხანდახან ხომ მოქმედებდნენ ერთად ხანდახან ცალ-ცალკე აი სხვადასხვა იმად გულისხმობ აგერ ატომივი მარკი დები ვაფშე ცალკე გამოძიებას ატარებდა ისევე როგორც სესილი და მაგისის სასტავი ცალკე კიდე მცველები იყვნენ რომელთანაც სესილს მაინც ყველაზე ხშირად ჰქონდა კონტაქტი და ნოლანი აქეთ შემდეგ სერიაში და ხო რობოტიც კიდე ცალკე თავის საქმეებს აკეთებდა შემდეგ სერიაში არ ვიცი მაგარი რაღაცა მოხდება არ ვიცი ზუსტად რა მოხდება მაგრამ რავი უკვე მიჩნდება ეს აზრი რომ ნოლანი ანუ იტყვის რატომაც გაკეთა ეს და მარკი ნოლანის მხარეს დაიჭერს ვითომ არაა გამორიცხული რასაც უყურებთ მარკს მთელი სერიალის პირველი სეზონის განმავლობაში მამამისის ყველა სიტყვას უჯერებდა და აი დედამისსაც კი უთხრა კი ხუმრობით ეუბნებოდა არა მომენტ ხუმრობით არ ეუბნებოდა ახლაო ცოტა ნაკლებ დროს ტარება მომიწევს ჩემს ჩვეულებრივ დედასთან და ნელ-ნელა მამას ანუ მამისგან რაც მახსოვს ძალებიო ის უნდა შევისწავლო კარგადო და დავიჯერო საბოლოოდ ნოლანი და მარკი ერთად არ ვიცი მომენტ ბომდე არც ვიცი ნოლანს რა უნდა და იქნებ ვაფშე არ აქვს ესეთი როგორ თქვა პოროტი მიზანი მაგრამ რა თუ არა აქვს ანუ რატო არ ამბობს რატო არ ავისებნო შეიძლება პროსტა არ აქვს უფლება რომ ვინმეს უთხრას ხო არ ვიცით ახლა ბევრი რამ არ ვიცით ვილტრუმერების შესახებ და რავი ყოველ შემთხვევაში შემდეგ სერიაში ვნახავთ უეჭველი რობოტის ამბავი იყო კიდე ცალკე მაგარი როგორც მივხვდი ხო ანუ ეს ორიგინალი რობოტი მოკვდა ან ზუსტად არ ვიცი ზუსტად რა როგორ ხდება ეს კლონების ამბავი ნარუტოს პონტი არ არის აშკარად ჩრდილოვანი კლონების ჩრდილოვანი კლონების რა თქვი მაგრამ ეს უკვე ანუ სხვა ადამიანია რა ახალი არსება ახალი ორგანიზმი ახალი გონება რა ვიცი როგორ რა ვთქვა სხვანაირად რომელსაც აქვს ზუსტად იგივე მეხსიერება რაც წინას ისიც კი არის ცენ რომელია კლონი რომელი არა არ ვიცი ну რობოტის ამბავი მაგარი იყო და როგორც მივხვდი მონსტր გოგოსთან რაღაც დაიმართება და ცუდი თქვა იყო მონსტր გოგოს და რობოტს შორის რაღაც მოხდება ნახოთ და ასევე ახლა სახელი უნდა შეიცვალოს რობოტს ყოველ დაირქმევს ისევ უცნაური იქნება მაგარი და ხო რავი კიდე რა უნდა ვთქვა ხო ნუ ეს ამათი ამბავი ვიცით უკვე ნოლანი და მარკს ნახავს და გაიგებენ მაგრამ რავი რობოტში მაგრად შევწდი ვაღიარებ ბოდიში თბადო რობოტო ძალიან ვცდებოდი მაგრამ ხო აი ერთი ევას და მარკსა ევა ხო იქ დარჩა ატომივი და რა ვიცი ევს და მარკს შორის დაპირისპირება მოხდება თუ მარკს და ნოლანს შორის მოხდება აზრზე არ ვარ რა
რაღაც მაგარი მომენტი გვერდს და ის რა ქვია უკვდავის გაცოცხლის მომენტი ჩემი კაი მაულერებმა მაგრამ გუშველეს წინა სერიაში რობოტს ახალი სხეული აჩუქეს და პლუს მაგისა კიდე რა ქვია იმას უკვდავი ხო გაცოცხლეს ისევ იმიტომ რომ ნოლანს მოეკლა მაგრამ ეს საჭირო იყო რათა დაენახა ხალხს რომ ნოლანმა მოკლა ერთ-ერთი მცველი და შესაბამისად ნოლანმა მოკლა სხვა მცველებიც ხა მაგას პირდაპირ ვერ მიხვდებოდნენ მაგრამ რო გამოაცხადებენ საჯაროდ რასაც დარწმუნებული ვარ რომ სესილი იზავს მაშინ მიხვდებიან დაიჯერებენ უფრო მარტივად დაიჯერებენ ასე ყოველ შემთხვევაში ხო ძალიან მაგარი იყო წავალახას შემდეგ სერიასაც ვუყურებ და გემშვიდობებით იმედია მოგეწონათ ეს ვიდეო თუ მოგეწონათ არ დაგავიწყდეთ და ლაიქოთ გამოიწეროთ ჩემი არხი და დოდოთ კომენტარები და ზარი გააქტიუროთ მადლობა ყველას შეხვდებით შემდეგ ვიდეოში ბედნიერ დღეს გისურვებთ კარგად ბრძანდებოდეთ